კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამცხე ჯავახეთში. მესხეთში თუ ქალმა არ იცოდა ოხლის ხმარება, იმას რძად არ მიიღებდნენ. ამ ბატაწუნა ხინკაში დეს მთელი მესხეთის გემო. ჩვენი ყველი უკვე შევაცროფარეთ და დავიწყებთ ენილყურის გაკეთებას. მსგავსი ტექნოლოგია სოფლიოს არც ერთ კუთხეში არ გვხვდება, როდესაც ყველს აი ესეთ ძაფის ფორმებამდე მიყავთ სხვადასხვა ტექნოლოგიური მოქმედებები. ეს არის ჩვენი მესხური ქადა სენდვიჩი. მოკლედ იგრძნობა მთლიანი მესხეთის გემო აქვს და ძალიან კარგია, რომ რეჰანის აჯიკა არის დამატებული. როგორც იქნა, ჩვენამდე მოვიდა მესხური ლოკოკინები. როგორ იგრძნობა ფრანგული ხასიათი და მესხური გემო. ეს არის ჩემი ბებოების რეცეპტი. ხა ჩვენ ამას არაჟანთან და მწვანილი სოუსთან ერთად გამოვაცხობთ ღუმელში. გთხოვთ ტოლმების ტოლმა. ხაუცრება. შენ უნდა იამოყო შენი ბებოები. ეკნები შემწვარი ბაქმასთან ერთად, გამომცხვარი ღუმელში. მოუხდება გემო ფესხორის ნეკნები დაყრილი გრილზე ბაქმაზით. ბევრი გემო გაგვისინჯავს, მაგრამ ბაქმაზი შეიძლება ითქვას, რომ ისეთი გემოა, რომელიც არ გვხვდება არსად